გამარჯობა, ეს არის იერარქის ოპტიკური სამიზნე, მოდელი არის UH1, ოღონდ მეორე თაობის არის ამ შემთხვევაში, ბრენდი არის Vortex-ი, ესეთი Vortex-ი, მოყვება ელემენტი, ასევე საწმენდი და ინსტრუქცია. ესეთი. თვითონ განათების წერტილი არის ეს ზუსტად რაც ფოტოზეა, თუმცა კონკრეტულად უკვე შემდეგ გაჩვენებთ როგორ არის. ვიზუალურად რო შევაფასოთ, ეს მოდელი არის ცოტათი მძიმე, მაგრამ პლუსი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ეს არის დარტყმა-გამძლე მოდელი, ეს ნიშნავს იმას, რომ პატარა დარტყმები მასზე არ იმოქმედებს, არც სამიზნეა ირევა, ჩვეულებრივად გავაგრძელებთ გამოყენებას. ამ მოდელს აქვს ერთი მოაწერტილი, ეს არის წითელი წერტილი. რაც შეეხება სხვა დანარჩენს, განათების 10 რეჟიმი აქვს, ანუ რეჟიმში გულისხმობ იმას, რომ 10 ჯერ შეუძლია თვითონ წერტილს შეიცვალოს ფერი, უფრო გამკვეთრდეს. ასევე ის არის, რომ თუ ამ მოდელს ესე უძრავად დავტოვებთ, ჩართულ შემთხვევაში 20 წამში გააკეთებს სლიპს, ანუ ბოლომდე კი არ გაიჩება უბრალოდ ელემენტის გამოყენებას მაქსიმალურად შეამცირებს, ხოლო 1 საათის შემდეგ ჩვეულებრივად გაითიშება ავტომატურად, თუ კი ჩართული დაგვრჩება. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ თუ დაგვრჩება, რა თქმა უნდა, ეს მოდელი ჩართული, ამ შემთხვევაში არ დაჯდება და ელემენტი, როცა დაგჭირდება, მაგ შემთხვევაში სრულიად სარიელი არ დაგხვდება. რაც შეეხება ამ ორ ნაწილს, ეს არის სამიზნის გასასწორებელი წერტილები. აქ როგორც წერია, ეს არის მარჯვნივ და მარცხნივ გასასწორებელი, ეს არის ზევით და ქვევით. ასევე, რელსი უკვე დამაგრებული აქვს, ესეთი მარტივი მოსახსნელი რელსი აქვს. ელემენტი თავსდება ამ ნაწილში, ნახეთ, გვერდით მარცხენა მხარეს, ამ ნაწილში. ეხლა ელემენტსაც გაჩვენებთ ზუსტად. აქ თავსდება ერთი ელემენტი, რომელიც მოყვება, ყუთში ნახავთ. ან შიგნით, ეს არის ელემენტი. ეს არის 16340 ელემენტი, ასევე შეიძლება ამ მოდელს მოყვეს არა, უბრალოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა ელემენტები. ნახეთ, აქ არის მოცემული, ეს არის RCR123A ან LFP123 ან CR. ამ შემთხვევაში ჩვენი, რომელიც ამას მოყვება, ეს არის 16340 ელემენტი. იგივენაირად ჩავუბრუნოთ, პლუსი უნდა იყოს ქვევით, ხოლო მინუსი მაღლა, იგივენაირად ჩავამაგრებთ პირველ ეტაპზე. სწორად უნდა ჩავდოთ და მერე დავუჭერთ. ერთი ესეთი ხრიკი აქვს, ეს რო ცოტათი რთულად თავსდება, ნახეთ, ზედა მხარეს აქვს ესეთი ამოსაწევი. აქ ელემენტიც კი აწერია, ამას ესე მოვათავსებთ და ესე დავუჭერთ. ესე ჩაიმაგრება. მე ისევ დავახურავთ. რაც შეეხება განათებას, როგორც გითხარით, ერთი არის წითელი წერტილია და 10 ნათების რეჟიმი აქვს. ახლა გაჩვენებთ ჩართვა ხდება ჩვეულებრივად პლუს ნიშნით. წამით, ახლა ვეცდები გამოგიჩინოთ. ესეთი წერტილია. მომატება პლუსით და დაკლება ჩვეულებრივად მინუსით. მაგრამ ნახეთ, ძალიან წვრილიც შეიძლება იყოს. ნახეთ და ამ მოდელს მეორე თაობას აქვს ასევე ერთი ესეთი ფუნქცია, აქ ენვისადაც წერია. თვითონ ხوانათებს ძალიან მსხვილად ან ძალიან წვრილად რეგულირებადი, ამას შეუძლია რა ნახეთ, ეგრევე ან ძალიან წვრილად გვიჩვენოს. ერთი წამით გამოვაჩენ. ესე, ან პირიქით ძალიან მკვეთრად. ან სუსტად და მკვეთრად, ან თავისით გვიცვლის და პლუს მინუსი უკვე გვეხმარება ჩვენ დავარეგულიროთ, როგორ გვირჩენია, როგორ გვიჩვენოს. გათიშვა ხდება პლუსის და მინუსის ერთდროულად დაჭერით. ეს. რო შევაჯამოთ ეს მოდელი, ეს არის Vortex-ის ბრენდის UH1, ოღონდ მეორე თაობის მოდელია. ელემენტი მოყვება, რომელიც მოთავსებულია ამ შემთხვევაში ამ ნაწილში. ეს არის დარტყმა-გამძლე მეტალის კორპუსით. ერთი მოაწერტილი აქვს, წითელი წერტილი, ჩვეულებრივად გადიდება არ აქვს, როგორც სხვა კოლიმატორებს. განათების 10 რეჟიმი აქვს, რომელსაც უცვლით პლუსით და მინუსით. გათიშვა ხდება პლუსის და მინუსის ერთდროულად დაჭერის საშუალებით. მოკლედ, სულ ეს იყო. თუ რამე კითხვა გექნებათ, აუცილებლად მოგწერეთ. მადლობა.